საღამო მშვიდობისა, ეს არის გადაცემა სტორი, მე თათია შარანგია ვარ. ჩვენ დღევანდელი სტუმარი საყოველთაოდ ცნობილი, მრავალი პაციენტისთვის საყვარელი კარდიოლოგია. დააარსა პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკა. მან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, თუმცა ბოლო დროს ის საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც ნიკა მელიას მამა. ჩვენ დღევანდელი სტუმარია ბატონი ანზორ მელია. უღრმესი მადლობა ბატონო ანზორ, ხარ ჩემი გადაცემის სტუმარი. მადლობა მოწვევისათვის. როგორ ბრძანდებით? ინტერესით უყურებ თქვენ გადაცემას და ყოველთვის მომწონს. როგორ მიხარია, რომ დღეს თქვენთან ვარ. დიდი მადლობა ბატონო ანზორ. როგორი შეგრძნებაა თქვენთვის, რომ მოგიხსენიებენ როგორც ნიკას მამას? ბედნიერება. რა თქმა უნდა. როდესაც შვილი გიმართლებს და შვილი ისეთ სიყვარულს იმსახურებს უცხო ხალხში და ამაზე დიდი ბედნიერება მე მგონია მშობლებისთვის არ უნდა იყოს. აი მიტინგზე რომ ვიყავი გუშინ ფილარმონიიდან დავიწყე და პარლამენტამდე მივდიოდით ფეხით და როგორ გითხრათ, ერთი 500 კაცი მაინც მოდიოდა ჯგუფ-ჯგუფად კოცნიდნენ, მეხვეოდნენ, დიდ მადლობას მეუბნებოდნენ. არ მინდა ის სიტყვები გავიმეოროთ, რომ მიტყვიანეს გასცლად ამ სიბერეში გაგიჟდა და აქებს თავის შულს. არა, ჩვენ ყველა ხედავდით ამას. და მადლობას მიხვდიდნენ ასეთი სუფთა ბიჭის გაზრდისათვის. როგორი შეგრძნებაა, როცა შვილი უსამართლოდ იმყოფება პატიმრობაში, იმ ამბის გაპროტესტებისთვის, რასაც თითქმის მთელი ერი ვაპროტესტებდით. აი, ტერსაც არ უსურვებ. არათუ მოყვარეს და ნეიტრალურ ხალხს, რასაც მე და ჩემმა მეუღლემ გავუძელით, ის რამოდენიმე დღე ჯერ ამ ჩვენი მეორედ მოსული პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში სამ დაამტკიცებდნენ, რომ ჩემი შვილი მოიხსენია ტერორისტად და კიდევ რაღაცნაირად. როდესაც გაგიჩნდათ მოლოდინი, ნიკას როგორი რეაქცია ჰქონდა? ისიც გრძნობდა ალბათ, რომ გარდაუვალი ხდებოდა მისი დაპატიმრება. საერთოდ ახერხებდით მის ნახვას დაპატიმრებამდე? არა, ნიკას მშობლებისთვის არ იცალა. ერთადერთი ხიდი ჩვენ შორის იყო სანდრო, იმიტომ რომ აგარაკზე მოდიოდა იქ თოვლია და დღისი ჩვენთან იყო და იმას მოხონდა ნიკასგან მოკითხვები და ნიკა მე თვითონ ბოლო 2 თვე არ მინახია. მხოლოდ დაჭერამდე 2 დღით ადრე დამირეკა და მითხრა მამაო, ჩემგანო აქ ვინც მიცავსო, ცუდად გამხდარავო და შენთან წევსო. და მივედი მადლობა უთხარი ამ კაცს ყველაფერი და როდესაც გამოურიცხე იმ ფაქტი და ყველაფერი გავწერე, მითხრა მე ხა პირდაპირ ნიკასთან მივდივარ. აი ეს არის უსაზღრო სიყვარული ხალხის და ჯერათ ნიკასი და ტერორისტი შვილი მე არ გამისრბია. როდესაც ეკრანზე ნახეთ ის კადრები, როგორ არბევდნენ ნაციონალური მოძრაობის ოფისს. წარმოდგენა გქონდათ, რომ მაინც აქამდე მივიდოდნენ? საზოგადოების დიდ ნაწილს მაინც მიაჩნდა, რომ ასეთ განაჩენს არ გამოუტანდა მართველი გუნდი თავის ის 4 სასწრაფო რომ ნახე დაყენებული, უკვე მიხვდი, რომ ესენი სისხლს დაურიდნენ. რომ არა ნიკას ვაშკაცობა და გონიერება, რომ ყველას თურმე აფრთხილებდა ჩემი ძმისშვილი, დეიდაშვილის შვილები იქ იყვნენ და დეტალურად მომიყვნენ მერე. დარბევის ღამეს ნიკა თურმე 1000-ჯერ ჩამოდიოდა სართულ და ყველას აფიცებდა, რომ ხელი არ გაანძრიოთ, სიმღერით, სიცილით შეხვდით, არ შეიძლება დარწმუნებული ვარ ესე იქნებოდა. და ეს კიდევაც ჩანდა, ხომ მართალია რომ გადაიღეს რა ვაშკაცურად შეხვდა მაგათ შესვლას და ან რა საშინელება იყო იმ დახუთულ ოთახში ამდენი პოლიტიკოსი განსხვავებული აზრის და შეხედულებით გაერთიანდა და ესეც გაერთიანეს ამათმა, მე ხომ არ გავაერთიანი, მაგრამ ნიკა აღმოჩნდა ლიდერის და აქ არ არის ნაციონალები, აქ არ არის ტრადიციონალისტები, აქ არის საქართველოს სიყვარული. არ გვინდა ჩვენ რუსეთი, მე მოსკოვში დავამთავრე პირველი სამედიცინო ინსტიტუტი და
მაშინ ხომ იცით სულ ფიქრობდი რა ბედნიერი ვარ რომ საბჭოთა კავშირში დავიბადე რაღაცა. თავის წარმომადგენლებისთვის მაგრამ 2008 წელს როდესაც ეს ომი იყო საშინელებად და რაღაცა მე ვიცი რომ თქვით რომ არც ჩახვიდოდით აღარასდროს არც ჩავალ და მთელი საძმაკაცო და სამეგობრო ეხლა წარმოგიდგენიათ 7 წელიწადი რომ საერთო საცხოვრებელში იცხოვრებ რამდენი მეგობარი რამდენი რაღაცები და არ პასუხობ არავის ზარს და არც იმას რატო იმა თავიანთი სამშობლო უყვართ მე ჩემი სამშობლო და აი ამ კამაჩი შეიძლება ვაწყენინო მაგად და დავკარგო და არ მინდა უკონტაქტობას ამჯობინებთ დიახ ის მთავრობა რუსეთის ვერ ვიტან და ვერაფერი რაც გაუკეთა საქართველოს მე არ მინდა ჩემოსავლინო რომ რუსეთის გუბერნიაში იცხოვროს გასაკვირველია ბატონო ძალიან ემოციური იყო როცა ნიკა მესიჯი გვანახა დედის როდესაც ის ეუბნებოდა ბრძოლა ბოლომდე თქვენც ასე ეუბნებით თქვენ შვილს მეც ასე მაგრამ ეს იყო ჩემთვის დიდი სიურპრიზი მე კინაღამ გავგიჟდი იმიტომ რომ მე ნიკას ყოველთვის მხარს უჭერდი როდესაც პოლიტიკაში წავიდა მაშინაც უკვე მხარს უჭერდი მაშინაც მხარს უჭერდი ნიკას იმიტომ რომ ნიკას უთხარი რატომ ნიკა ეს პარტია მეთქი და მამაო ორი უკიდურესობიდანო ნაკლები ცუდი ავირჩიევო მე უთხარი რას მეუბნები მეთქი თქვენ 2012 წელს მხარდამჭერი ვართ ქართული ოცნების და სერიოზულად ვიჩხუბე ძალიან დიდი ჩხუბი მქონდა ნიკასთან და დამსვა ნიკამ და ჩამომithვა ამას გააკეთეს ამას მე უთხარი რომ ღმერთია თუმცა ნიკა ერთ-ერთი კრიტიკოსი იყო ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი პირველი ერთად ვიყავით იპოდრომზე ერთად ვიყავით რუსთაველზე ვიდექით აბსოლუტურად მაგრამ ნიკამ მითხრა რომ მამა ამათ უფრო ძალიან ბევრი აქვს კარგი გაკეთებულიო და ჩვენ ახალგაზრდებმაო ეს კარგი უნდა გავაგრძელოთო და ის ცუდი არაო კიდევ ეს დაასტურა ნიკამ თავისი მოქმედებით ხო მართალია რომ იმ ძველს არ მიყვება აირჩია ახალი გზა ახალებული ხედვებით რომელიც გადაარჩენს საქართველოს და ეხლა ამბობს ის სულ არ მინაყვება არც ერთი პარტია მე მთავარია საქართველოს თავის ახალი გუნდი წყავს ასევე რომელიც წარადგინა კი ეროვნული მოძრაობა არის ფაქტიურად მე ვიცი რომ მრავალი პარლამენტარი რომელმაც ხელი მოაწერა ნიკასთვის იმუნიტეტის მოხსნას და ფაქტიურად ამით დაპატიმრებას თქვენი ყოფილი პაციენტი იყო ამან რა ემოცია აღწრა თქვენში ერთმა გაბედა და თქვა რომ ანზორმელიამ გადამარჩინა სტენდი ჩამიყენაო და მაგეშულსო მეო და არ მოაწერა ხელი როგორც ვიცი მაგრამ ნეიტრალური დაიჭირა ნეიტრალური დაიჭრა ალბათ ისეთი ზეწოლა იყო იქ პარლამენტში ვინცაა შესული ისინი თავის ბიზნესისთვის შევიდნენ და არა სამშობლოსთვის არიან მე ასე მგონია ასეთი ხალხი რომ არის და როგორ ანდა ის სპორტსმენები ჩემი კოლეგები ვინც ვლადო კახაძე რომ არის საოცრება ეხლა ჩემმა ექიმა გამახსენა გახსოვთო სუფრაზე რომ ვიყავითო რამოდენიმე წლის წინათო და ფეხზე რომ დადგაო და შენი სადღერძოლო დალიაო და შენ უთხარიო გაჩუნდიო თორემ ზეცაში ამიყვანო და არ მინდა ზეცაში აყვანაო და როგორ შეიძლება აი რომ მეგობრის შვილს კოლეგის შვილი გაიმედო დასაჭერად თანაც ქურდობისთვის ხომ არ იყო, მეკთამეობისთვის ხომ არ იყო, სამშობლოს სიყვარულისთვის იყო. მე და ნიკა ვიყავით კოტორანტ კარში, როდესაც ტელევიზორი ჩართული ჰქონდა და ნახეთ ელენა ხოშტარია დროშა მოსმული როგორ შევარდა ამ დროს ნიკამ უცბად გავარდა წავიდა რა ორგანიზატორი იყო ნიკა პარლამენტარი იყო შევიდა პარლამენტში იქიდან ამბობდა არ გამოვალ სანამ კობახიძე არ გადადგება ამ დროს ეს ქალბატონი თამარი ჟურნალისტი მთავარის გამოაგდეს და გამოვიდა რომ დაებრუნებინა და ამ დროს ესა უკნიდან დაუჯიკავა ერთ-ერთმა პოლიციელმა და გამოაგდო გარეთ და ეს პოლიციელი ერთ კვირაში თბილისის პოლიციის უფროსად დანიშნეს.
ეს არ იყო პოლიტიკური, ან და მე გახარიამ დაიბარა, ნიკამელია, ბოკერია მოსალაპარაკებლად და უკვე ემზადებოდნენ შესასვლელი და სროლა ატყდა. ბატონო ანზორ, აი ის ფასეულობები, რაც იგრძნობა თქვენში, დარწმუნებული ვარ ჩამოყიყალებდათ ბავშვობაში, როგორც ხდება ხოლმე. და ამიტომ მინდა გთხოვოთ, რომ გადავინაცვლოთ ბავშვობაში. ძალიან მაინტერესებს, როგორ გახსენდებათ ბავშვობა. ასოცირდება ზუგდიდთან ალბათ, სადაც გაიზარდეთ. დიახ. ძალიან პატრიოტულ ოჯახში დავიბადე. შრომელ ოჯახში დავიბადე. მამა ჩემი ომში არ წაიყვანეს, იმიტომ რომ ჩაის ტექნოლოგი იყო და ფაბრიკის დირექტორი იყო და სპეციალისტები არ ყავდა და ხომ იცით საქართველოს დასავლეთ საქართველოს მაინც ჩაის სამშობლო იყო და დედაჩემმა დაამთავრა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი და გამწესეს მარტვილში, სადაც მამაჩემი ჩაის ფაბრიკის დირექტორი იყო და დედაჩემი გამწესეს აგრონომად. და იქ დატრიალდნენ დაქალებიც მაკაცები და გააცნეს ერთმანეთს და დაქორწინდნენ და დედაჩემი ვინც გაზარდა, მამიდა პეტერბურგში ქონდა ქალთა გიმნაზია დამთავრებული პედაგოგი იყო, კულტურესი ადამიანი იყო ძალიან განათლებული რუსული ენის სპეციალისტი. კი, რუსული ენის სპეციალისტი და შვილი არ ყავდა. და როდესაც გაიგო რომ დედაჩემი ნიკანორ ამელიას გაყვარს, გაიქცა იქ მარტვილში და ამისთვის გაგზარდეო, ამისთვის დაგამთავრებინეო ხუთებზეო, რომ ამას გაყოლოდიო. რატომ არ მოსწონდათ? თბილისში უნდა პროფესორი სიძე. მაგრამ მე ყველაზე მეტად მამაჩემი უყვარდა ლიდა კარამანოვნას. და თქვენ იყავით ძალიან მიჯაჭვული დედაზე, ქალბატონ ვენერაზე, როგორც ვიცი. მაგრად. დედიკოს ბიჭი ვიყავი. ჩხავანას მეძახოდნენ ზუგდიდში მეზობლები. დედაჩემი როცა გადიოდა ბხავოდი და სულტიროდი და მესამე ქუჩას ესმოდა ჩემი ტირილი. დედაჩემის გარეშე არ შემეცი. ჩემი ლამაზი ჭკვიანი ექიმი ანზორი ხარ. აი ასე მეუბნებოდა. როდის მიხვდა რომ ექიმი უნდა ყოფილიყავით? როდის იგრძნო მან ეს, როგორ ფიქრობთ? იცით რა, თურმე ახალგაზრდობაში მაგისი ოცნება ყოფილა ექიმობა. თავად მისი. მისი და მე უთქვია რომ ანზორი უნდა გავზარდო ექიმა და ჩამინერგა სიყვარული ექიმობის. ასევე დაემთხვა, როგორც ვიცი, რომ როდესაც მეორე კლასში იყავით, დედა გახდა ავად. ამან განაპირობა თქვენი არჩევანი. დედა იყო ძალიან ცუდად და მეუყურებდი ექიმი რომ მოვიდა რაღაცები არ მოშორდა ვენაში გაუკეთა ნემსები ეს ისინი როგორ დინჯად დადიოდა როგორ ამშვიდებდა დედაჩემებს რომელიც დასტრიალებდნენ თავს და ნახევარ საათში დედამ თვალები გაახილა საუბარი ნორმალურად დაიწყო ჩავეხუტე აი მაშინ მივხვდი რომ მე ექიმი უნდა გავხდე და დედამ შეუძლებელი რაღაცა გააკეთა მერვე კურსს ჩამომიყვანა იმიტომ რომ ლიდია კარამანონას ამ მამიდას შვილი არ ყავდა და ეგონა თუ პატრონო ქალი ყველაფერი და ართმევდა სახმართველი ბინას რაღაცა დედაჩემს დაურეკა მიშველეო და ჩამომიყვანეს მე მაშველი რგოლი. ვიცი რომ ძალიან გაგიჭირდათ მაშინ დედის გაცილება. და როდესაც დედა ორი კვირა დარჩა, იმიტომ და მუშაობდა და დიდხანს არ შეეძლო სამსახურის დატოვება, მაგრამ ჩემ გულისა ორი კვირა თქვენთან გაატარა. გაატარა და დადგა დრო, როცა უნდა გაგვეცილებინა დედაჩემის სადგურზე. გავედით ლიდია კარამანოვნა, მე და დედა. ხო და როგორც კი ისა დავიწყეთ ტირილი უკვე მერვე კლასელმა წარმოგიდგენია ეხლა სანდრო არიტირებს მე ეს მერვე კლასელი და ნუ თუ ასე არ გიყვარვარ რომ ტოვებ მეთქი ამ ქალთან მეთქი რა გიპასუხათ დედა
დედამ მითხრა რომ მიყვარხარ ძალიან, ამიტომ მინდაო მე დამაფასებო, ჩემთვისაც ძალიან ძნელი არისო დატოვებაო და მართლაც, მაგრამ ლიდია კარამანონამ შეუძლებელი გააკეთა. 57 საშუალო სკოლაში შევედი. ალბათ იყო განსხვავებები ზუგდიდის შემდგომ. რამხელა განსხვავებები იყო, იცით, ზუგდიდში მე არ ვიყავი ცუდი მოსწავლე, მაგრამ რომ გითხრათ ხუთოსანი ვიყავი და ვარსკვლავებს წყვეტიო, არა, მაგრამ კარგად ვსწავლობდი. სამიანი არ ვიყავი და 4-ები, 5-ები, ასე და ამ კლასში შევედი. გაოგნებული გამოვედი, გაოგნებული, იმიტომ რომ ურთიერთობა მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის სულ სხვა იყო. როგორი? თავისუფალი, დიახ. ძალიან ეკამათებოდნენ მასწავლებელს, მაგრამ ზრდილობის ფარგლებში. დიახ, თავისუფალი აზროვნების საშუალება ეძლეოდა. დიახ, მათემატიკის მასწავლებელი გპ-ში შოთა იაშვილი ასწავლიდა და ჩვენთან ქონდა ექსპერიმენტალური კლასი. რომ გამომიყვანდა ამ იმა დაფასე და ვერ პასუხობდი. შენ სოფელში ამხელა სიმაღლის ხე არ იზრდება და შენ ამ გაგზავნა თვითონ დაბალი იყო და ბახ. მაგრამ ძალიან გვიყვარდა, ძალიან ყველას და დადგა ის რომ უნდა წავიდეთო თეატრშიო. დიახ. ოპერის თეატრში. მაგრამ ამფითეატრის ბილეთები გვაქვსო მარტო, მეტი არაფერი და ბავშვმა უთხრეს მე რა მოხდაო, თავარიაო ისა და ესე იგი დავიწვი, არ ვიცი რა არის ამფითეატრი. მე მინდა გაიხსენოთ შეხვედრა ბატონ ლადო გუდიაშვილთან. აი ეს ყველაფერი ვიცით. მოგვიყევით, საინტერესო იქნება. ასე იგი ქალბატონ თამარ ჩიხლაძე ნემსაძე ერთ დღეს გითხრა რომ ბატონ ლადოს სახელოსნოშიო ბევრს ვერაო, მაგრამ ერთ-10 მოსწავლეს წაგიყვანთო და ჩამოთვალდა მათ შორის მე, ვინც კარგად სწავლობდით, ეს მე-11 კლასში იყო. მივედით, მაქვს სურათებიც გადაღებული, მივედით და ეს დიდი დარბაზი, ეს რაღაც საოცრება, ბატონი ლადო და ისეთი კეთილშობილი მეუღლე ყავდა. წარმოგიდგენიათ ბავშვები და სუფრა გაგვიშალეს. აბსოლუტურად და ბატონი ლადო დაჯდა ჩვენთან ერთად და ყველა შეეკითხა, რა გინდათ გამოხვიდეთ, რაზე ოცნებობ და ჩემი რიგი რომ დადგა, მე ვთხარი მე ექიმი მეთქი და რატომ და აი ეს მოვყევი რომ დედა ავად იყო და იმის შემდეგ და უკვე მერვე კლასიდან თბილისში გადმომიყვანეს რომ სამედიცინოზე ჩავაბარო მეთქი და რაღაც ბატონ ლადო მომისმინა და მე მითხრა შენ კარგი ექიმი გამოხვალ და გამიკვირდა ისეთი თვალები გააქვსო აუცილებლად აი ექიმი უნდა იყოს და მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდა კი მაგან ფაქტიურად გზა დამილოცა გავიცანი ქართველი გოგო ძალიან ლამაზი მოსკოვში სწავლობდა დიპლომატიურზე ძალიან კარგი გოგო იყო და გავგიჟდიოს ხომ იცი ეხლაც გახსოვთ ის გოგო კი ძალიან ისეთი სიყვარული პირველი ნახვისთანავე ეს მოხდა სტუდენტობის დროს მე უკვე ვამთავრებ და ის სწავლობდა და ეს გოგო აღმოჩნდა უშიშროების მინისტრის შვილიშვილი, რომელიც ბერიას დროს იყო საქართველოში. კაგუჩაია, გვარად. რომელსაც ბევრი ხალხი ყავდა დახვეტილი აქ. ამ ოჯახმა თურმე არ მიიღო რუსი რძალი. დიახ. და ძალიან ამცირებდნენ და დედამისი ამ ნანა ერქვა ამასაც ძალიან ის იყო ცუდად განწყობილი ქართველების მიმართ თბილისში არ გამომატანდნენ არავითარ შემთხვევაში ამ გოგოს იმიტომ რომ წარეთ ახსოვს საქართველოს გამოცდილებიდან და მოსკოვში უნდა მეცხოვრა და მე უნდა წავსულიყავით ინგლისში შემდეგ
ჩემი ძმა ჩამოვიდა რაღაც საქმეზე მოსკოვში და გავაცანი ეს გოგო ყველაფერი და აღფრთოვანდა ნოდარი ამ ლამაზი გოგო იყო ძალიან და ჭკვიანი და ძალიან კეთილი რა თავდაბალი რა ჩამოვიდა და ლიდია კარამანონას მოუყვანს ორი მალე ცოლს მოიყვანსო და იქ დაიწყო ყველაფერი ხო? ვინ არისო? ვინა და მეგრელიაო ესეთი კაკუჩაიაო. ვინო? კაკუჩაიაო. ბებიამისი აქ ცხოვრობს მაგის შვილიო რომ დახვრიტა ხალხი ის არისო? ჩამოფრინდა მოსკოვში. ლიდია კარამანონა ჯერ რომ ბებია გაანადგურა კინაღა. ჩამოვიდა და მითხრა ეხლაო შენო თუ მე არ წამომყვები ხო დაველუდებიო შენო რომ დიპლომს აიღებო თუ არ შევარდნაძეს ან შევალდა ბეტყვი რომ მოღალატე ხარო საქართველოსიო აი ასე მოხვდი თბილისში ინანეთ დაშორება ნანასთან რთულად არ გადაიტანეთ თქვენ ფაქტიურად იხსენებთ როგორც პირველ დიდ სიყვარულს მას კი რთულად გადავიტან დასაწყისში ძალიან რთულად გადავიტან თქვენი თავების წარმომადგენლებისთვის მით უმეტეს მოსკოვი ითვლებოდა მაშინ ცენტრად. იქ ცდილობდნენ დარჩენილიყვნენ კარიერისთვის, უკეთეს სამსახურისთვის. როგორ შეძლებთ მიგეღოთ გადაწყვეტილება, რომ დაბრუნებულიყავით საქართველოში? ესეც გადაწყვეტა ლიდია კარამანონა. ძალიან ივაშკაცა და მადლიერი ვარ დღესაც რომ ეს გააკეთა. არ გინანიათ ეს გადაწყვეტილება? არ მინანია. დასაწყისში კი ვიყავით ძალიან გულჩათხრობილი. ეხლა იმ პერიოდს მინდა მივუბრუნდეთ, როდესაც დაბრუნდით საქართველოში. მე ვიცი რომ ძალიან ბევრს მუშაობდით და ხშირად ყველანაირი ანაზღაურების გარეშეც იმდენად ეს იყო თქვენი მოწოდება. დღეს არსებობენ ასეთი სულისკვეთების ახალგაზრდები ბატონო ანზორ. მეწოდებიან კიდევაც იმიტომ რომ როცა ღამეს გავთენენ ამავტყოს. როდესაც გადარჩენენ ამავტყოს. შეუძლებელს გაუკეთებენ და სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ. პატრონი მადლობის მაგივრად აგინებს აჭირთ ამათ ვერ გავიგე რა. ვისაუბროთ ყველასთვის ნაცნობ კლინიკაზე გულზე. დიახ. კლინიკა გული, სადაც უკვე 200-ზე მეტი თანამშრომელი ყავთ, როგორც ვიცი. კი. როგორ შეძელით ეს იმდენი ჯილდო გაქვთ მოპოვებული, ასევე გამოვარჩევდით დუბაის, კანს, საუკეთესო კლინიკაც აქვს აღებული და თქვენ როგორც საუკეთესო მენეჯერსაც მოგენიჭათ ჯილდო. როგორ ფიქრობთ, ეს თქვენი ბუნებრივი ნიჭი იყო მენეჯერობის თუ მაინც ისწავლეთ ეს? ბუნებრივი ნიჭი იყო და თანდათან ბუნებრივი ნიჭი, რომელიც აი როგორც ნიკას აქვს, ბუნებრივი ნიჭი შეუძლებელია ისწავლო. ოჯახმა თუ არ მოგცა შენ შინაგანი კულტურა. მე ხლა ექიმებს რომ ვარჩევ მე-9 თაობას ვზრდი. ექიმების. ახალ დამთავრებულებს ღებულობ. მაგრამ გასაუბრებით რომ კარდიოგრამას კი არ ველაპარაკები და ეხოზე და არაფერი. შინაგანად უფრო ეცნობით. ოჯახზე იმაზე რაღაცები და აი როცა გრძნობ რომ ოჯახში მიღებული კულტურა აქვს შინაგანი. მე იმას ვიღებ და უკვე 9 წელიწადში პროფესიონალს ხდი. იმიტომ რომ პირადად მუშაობთ მათთან, თქვენ თვითონ ასწავლით და ზრდით. კი, და ჩაბარებული მყავს, ჩემი მოწაფეები მყავს უკვე მოადგილებად და ბედნიერი ვარ, გუნდი მყავს, ძლიერი გუნდი. ბატონო ანზორ, სწორედ ამ გუნდის წარმომადგენლებისგან მსმენია, რომ დღესასწაულებს უწყობთ მათ ძალიან ხშირად. მოულოდნელად შეკრიბავთ ხოლმე და მიყავთ სასეონო საღამოს გასატარებლად. ესეც კარგი მენეჯმენტის ნაწილია თუ თქვენ იღებთ ამით სიამოვნებას? იცით რა არის, როდესაც ხედავ რომ რამ მძიმე სიტუაციაში უწევთ ჩემ ექიმებს მუშაობა, როცა ვხედავ რომ როგორ არიან ისინი გადაღლილები, განტვირთვა აუცილებელია. ხლა უნდა მომიყვეთ როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე. ქალბატონი ნანა, რომელიც ასევე კარდიოლოგია. ისევ ლიდია კარამანონა. მე ვიციო ერთი ძალიან კარგი ოჯახიო. კვირა დღეს მეუბნება რომ ადექიო, ჩხარაო, ადექიო. ჩვენ 4 მეტრიანი ჭერია და დიდი კიბე ქონდა ამ ლობჟანიძეს. მაღალი რომ მიწვდე იქო ხალი უნდა მოვიდეს თუ ფანჯერი უნდა გაწვინდეს და გამომიტანეო და ეხლა ახალ გაგვიძებულ გვიანობამდე მეძინა კვირა დღეს და შევედი ამ იმაში არასდროს ხალხი რომ არ მინახია
უცბად ხედავ, იმდენი ხალხია სუფრაა გაშლილი, კეიფობენ და მე დავიბენ და ჩემი მომავალი მეუღლეც იქ იჯდა თურმე. პირველი ემოცია თუ გახსოვთ, როცა ნახეთ თქვენი მომავალი მეუღლე? არ მომეწონა უცბად, რომ შევხედე, გამოვარჩიე უცბად, შევხედე, თავის დაც იყო, ისიც იყო. ხო და გამოვიტანეს, დავიბენი და მე ნანა ამბობს ვიფიქრე, ინა არის ეს რომ შემოვიდა, აი გამხდარი ვიყავი ეს. მამა იყო ძალიან ცნობილი ანესთეზიოლოგი, ქალბატონი ნანა. კათედრის გამგე იყო ექიმთა დახმარების ინსტიტუტის და რეანიმაციის სკოლის დამფუძნებელი საქართველოში. ძალიან მაგარი კაცი იყო. მაგრამ სიდედრი უფრო მაგარი რაჭველი. გავიცანი ნანა, რამოდენჯერმე დაურეკე, მეგობრობდით. ბებია ჩემი ძალიან კეთილი ქალი იყო. და მითხრა, შულ მე დავიღუპებიო აუცილებლად. ყველაფერი და ძალიან გთხოვო. შენ მარტო ნანაცანავა გაგიგებსო და იმასთან იქნებიო ბედნიერიო. თუ გინდაო რომ მე შვიდათ ვიყო, ეს უნდა მოიყვანო ცოლად. ვიცი რომ გამართლდა მისი სიტყვები. თქვენ თუ ხართ ასე ჩართული ნიკას ცხოვრებაში? არა. ნიკას გადაწყვეტილებს ან თუ გაძლევთ საშუალებას? არა, ხო? მე უფრო რბილი ვიყავი ნიკა რას მოგწევს. ნიკა ყოველთვის ესეთი მეამბოხე იყო ბავშვობიდან. თავისუფლებისთვის ბრძოლა იყო მისი თვისება. არავის არ აჩაგვრინებდა. არავის სიმართლის მოყვარული იყო, ვერ იტანდა ტყვილს. აი უძილო ღამებ გათენებული, მოვდიოდი სახლში და მაშინ მობილურები არ იყო და ეხლა დავიძინებ და თქვენი ჭირიმე არ გამაგვიცოთ და ამ დროს ტელეფონი რეკავს და ნიკას მოაქვს. და ხომ გითხარი მეთქი და ეგე უჭირსო, ეგე ვუკვდებაო, როგორ? და მომაჩეჩებ და ტელეფონს. ნიკას უბრალოდ ვერ დაელაპარაკებოდი. ხომ შეიძლება გააუწყრე ბავს, მაგრამ უნდა ყოფილიყო ამის საფუძველი. თუ შენ უმიზეზო და მე ხშირად უმიზეზო თუ წრებოდი, იმიტომ დაღლი დახანცული. გადატვირთული რეჟიმისგან. განა რამის მიპასუხებდა, განა რამე ისა. მხოლოდ 1-10 დღე არ დამელაპარაკებდა. ასეთი პრინციპული იყო პატარა ასაკი და. პატარა ასაკი. მაგრამ საკმაოდ მშვიდი იყო. ძალიან ეს რაჭველების სისხლი აქვს ის ბებიას. ნიკა რომ გამოგეყვანა მოთმინებიდან და რაღაცები ალბათ ერთი ტონაოფლი უნდა გამოგეყო რომ თქვენ კაცრი იყავით როგორც ჩობელი მის მიმართ? ზოგადად შვილების მიმართ? არა, ძალიან მოსიყვარული ვიყავი, მაგრამ ფაქტიურად მონატრებული ვიყავი შვილებს ვერ ვხედავდი. მე ნიკა მინდოდა ექიმად. და გიждდე მით უმეტეს რომ ეს კლინიკა გავაკეთე, მაგრამ კერძო კლინიკის გაკეთება თვითმიზანი არ იყო, იმიტომ რომ მაგდებდნენ და არ გავაგდებინე თავი. ხო და თქვენი უფროსი შვილი თამარი ექიმია და კარდიოლოგი დირექტორია, ჩემ მეხმარება ეხლა ძალიან მაგრად. მაინც ასრულდა თქვენი სურვილი. კი. ნიკას უთხარი, როდესაც შვილო მეთქი. მინდოდი რომ ექიმი გამოსულიყავი, მაგრამ ხედავ რომ მე პირადი ცხოვრება არ მაქვს. არც ერთხელ თქვენთან არ წავსულ ვარ, არც კინოში, არც თეატრში, არც დასასვენებლად მე. მუდმივად სხვებზე ზრუნავდით. სხვებზე ზრუნავდი და ჯობია მეთქი რომ შენ სხვა დარგი აირჩიო მეთქი და მე ჩემისთანა ექიმი აიყვანო კერძოდ მეთქი. ქალბატონი ნანა ახერხებდა რომ დედაც ყოფილიყო და მამაც შვილებისთვის, რადგან თქვენ მუდმივად დაკავებული იყავით. ერთადერთი ვისაც ნიკა უჯერებს და ითვალისწინებს ეს დედამისის არის. დღემდე. ყოველთვის სულ სხვა ურთიერთობა აქვს დედა-შვილს. და ასეთია შვილსა და ბებიას შორის ახლაც. როგორ მოახერხა ეს, როგორ ფიქრობთ, რომ ესეთი კომუნიკაცია შეინარჩუნა ნიკასთან? შვიდია თვითონ ბუნებით. ხო მე მაინც ისა ვარ სუფთა მეგრელი და უცბად ახვდებოდი. ეხლა კი დავდინჭდი, მაგრამ და ნანა სულ იყო ძალიან ჩართული დედა. ნიატო, თქვენ ხომ იცით ჭონქაძეზე
ბუდე იყო ნარკომანების 90-იან წლებში. და გარდატეხის ასაკით დაემთხვა რთულ წლებს. დიახ, რთულ წლებს და ნანა მიატოვა სამსახური და სახლში დაჭრა. როცა უყვარდათ პაციენტებს, რამდენადაც ძალიან ისეთი ექიმი იყო, ჩემზე უფრო უკეთესი ექიმი იყო. დიახ. რთული იყო ნიკას გარდატეხის ასაკი მშობლებისთვის, შეეცვალა ხასიათი. ყოფილა ესეთი პერიოდი, როცა მართლა გაბრაზდით მასზე, თუნდაც იმ პერიოდში. ერთხელ მახსოვს, რომ გაბრაზდი, მაგრამ არაფერი. ნიკა ყოველთვის დამჯერე იყო. ნიკა თხოვნა არ იცის, აი ჩემ ხომ არის რომ ბავშვი მამა იმის ყიდვა მინდა ან და რაღაც ვარიანტი არ არის ნიკას ეთქვა და მოდის ნიკა და მეუბნე მამა წინააღმდეგი ხომ არ იქნებიო რომ აქო კოტორანტკარშიო ნათლობა მოვაწყოთო სანდროსიო და მე მეტი რა მინდოდა გამეხარდა ყველაფერი და ნანა ეუბნება ნიკა ერთი პირობით სამსახურის ხალხის გარდაო უნდა იყვნენ შენი ბაღის მეგობრებიო ვისთანაც მაგაცობო სკოლისო აკადემიისო და მაშინო დიდი სიამოვნებით ნიშნულობას ანიჭებდეთ ნიკას განათლება. ზოგადად თქვენი შვილების განათლება სამწუთას ნიკაზე მინდა გკითხოთ. სწავლობდა ის ასევე ოქსფორდში და ზოგადად ძალიან დიდი შრომის შედეგია ის, რომ დღეს ზოგადად ნიკას ვიცნობთ. ისეთად როგორიც არის. როცა აირჩია პოლიტიკისკენ მიმავალი გზა, როგორი რეაქცია გქონდათ? არ დაგენანათ ამ ყველაფრისთვის? სამი თვე არ ველაპარაკებით ნორმალურად ნიკას, განსაკუთრებით ნანა. პოლიტიკაში არ გვინდოდა შვილი, ეს რთული გზაა ძალიან. ასეთი პატიოსანი, ასეთი სუფთა ბიჭი, ყოველთვის ცოდვა იყო. ერთადერთი ეს უფრო ის სიმშვიდე და ის რაღაც აკლდა, რომელიც ეხლა შეიძინა. იმუშავა თავის თავზე ნიკამ. ყველაფერი და ეს იყო მეც რომ გაოცებული დავრჩი ნანას რომ მიუწერია რომ ბრძოლა ბოლომდე მე ცრემლები წამომივიდა როდესაც ძალიან ემოციური იყო ყველასთვის ეს და ნანაც ახლა მხარს უჭერს და იცით რა არის შემეცოდა რაც მე მაინც ვერთობი სამსახურში დავთივარ ავანტყოფები მეფერებია უნდა ნახოთ როგორ ლოცავენ ნიკას გაზრდისათვის და ნანა მარტო ალბათ ძალიან განიცდის ამ ყველაფერს ყველა იმას უყურებს საინფორმაციო არ შეიძლება მეთქი არ შეიძლება ასე არა ყველაფერი უნდა ვიცოდეო მაგრამ იქ გულში ხომ რჩება და ის საშინელება იყო დილის 7 საათი თუ 8 საათი საშინელება სანდროზე თქვენი ცხოვრების უდიდეს საჩუქარზე მომიყევით ვიცი რომ ძალიან კარგი ბაბუა ხართ მოულოდნელი იყო სანდროს შემოგზანება ჩვენ ოჯახში და ჩვენ მონატრებულები ვიყავით შვილიშვილზე ძალიან სანდრო ჩემთვის ყველაფერია ეხლა და ნანას ვეუბნები ეხლა გუშინ წინ სანდრო ნიკასავით გიყვარს მეთქი ნიკა რომ გიყვარდა მაშინ არა ხო როგორც დასრულ ადამიანს ისე ესაუბრებით ყოველთვის მას და ისიც ასე გპასუხობთ კითხვებიც კი ქონდა ნიკას სამაჯურთან დაკავშირებით და ზოგადად მამის არსებობაზე პოლიტიკაში რა კითხვები უჩნდება ეხლა როგორ რეაგირებს ხდება რამეს ეხლა მე მგონია რომ სადროს როგორც რომ მაგანი იცის და მალავს ამას იმიტომ როგორც კი ხომ არის ხოლმე გამოგრჩება საინფორმაციოს უყურებ და რაღაცა უცბად გადის მეორე ოთახში ასე გამოხატავს ალბათ თავის გულისწყროს მე ვგრძნობ ამას და მე ისეთი ბიჭია 5 წლის იყო რა ღვინო უნდა გადაგვეღო და ჩემი ექიმი არის ერთი კლდანში ცხოვრობს და სანდრო თქვა მეც უნდა დავესრო ღვინის გადაღებასო ისე ძალიან მეოჯახია და ნიკაც იყო მეოჯახი ძალიან კი ძალიან და კლდანში ცხოვრობდა და ჩაისვა ეს ექიმი და ახალი გზით ხარი ამიდან ჩამოდიან და ეს ჩემი ძოლი ეუბნება ექიმს ნახე რა ბუნება გვაქვსო რა სიმდიდრე არისო რა ის არისო სილამაზეო და ამ დროს უკნიდან ვისთვის გინდაო პუტინმა უნდა წაიღოს ყველაფერიო სანდრო რატომ ურტყამენო ნიკასო რა დააშავა
აი კორცხელის ის რომ იყო მაშინ უფრო მეტად და მეოთხარი პატრიოტია ნიკა მეთქი უყვარს თავის სამშობლოს შვილო მეთქი და ცუდებს არ აძლევს უფლებას რომ ცუდი გააკეთონ მეთქი ამიტომ მეთქი და პატრიოტი რა არის შენ ხომ გიყვარს მეთქი შენი სახლი შენი დედიკო მამიკო კიო აი ასე უნდა გიყვარდეს ის ქვეყანაც სადაც შენ ცხოვრობ მეთქი შვილო და ეს არის პატრიოტიზმი და არ უნდა გაცვალ როგორც დედას ვერ გაცვლი სხვაზე მეთქი ისე სამშობლო არ უნდა გაცვალო და იცით როგორი თვალებით მიყურებს და ყველაფერს იმახსოვს. და საკმაოდ ემოციურიც არის, როგორც ვიცი, ხო? ემოციური როგორი ვიცი, ძალიან ისე ვლასნია, ნიკა კლუბში იქნება. ნიკა კუთხეში დააყენეთ ბავშვობაში? კი. ნანა მე არა, მე ვერ ვიმეტებდი ნიკა ჩემთვის იყო ყველაფერი. ჩაეძინა კუთხეში და დაავიწყდა ნანაზე რომ მივიდა კუთხეში ჩაცუცული იყო. ვიცი რომ თქვენ სახლში საგურამოში გაქვთ ბაღი სადაც არის 600 ჯიშის ვარდი და 500 ჯიში სხვა ხილი? ვიცი რომ თავადუვლით თანაც ამ ყველაფერს როგორ ახერხეთ? ეხლა წლები რომ მომემატა ისე ვერ მუშაობ მაგრამ მაინც იცით რა არის მუშაობს რომ მოიყვან თუ არ დაადგები თავზე არ იმუშავებს ის. უნდა დაადგე თავზე და ამიტომ მომყავს შაბათ კვირას და მეც მაგათთან ერთად მუშაობ. ბატონო აზარ, ამ გადმოსახედიდან ყველაზე მეტად რითი ამაყობთ? რომ ჩემი შვილები არ არიან ბოროტები, არიან კეთილები, განათლებულები. და მე და ნანამ შევძელით რომ შვილებისთვის ცოდნა მიგვეცა და ამ დროს ოჯახის შვილობაც. არა თუ ციხეში, არც ნანას ხრიდან, არც ჩემს ხრიდან, არა თუ ციხეში ნამყოფი, არამედ პროკურატურაშიც არა ვართ მისული თუ არ ჩავთვლი იმ 13 სასამართლო პროცესს სამსახურში რომ მქონდათ. დღეს რო შეგეძლოთ რომ გზავნილი გაუგზავნოთ ბიძინა ივანიშვილს, რას ეტყოდით მას? რატომ მომატყულა ასე მწარე და რატომ დამაპირისპირა ჩემ შვილთან 2012 წელს კინაღამ დავკალით ერთმანეთი. ეს არ მიპატიებია ჩემი თავისთვის და ბატონ ბიძინას ამას არ ვაპატიებ ჩემი ცხოვრება. რამდენ ხანში მიხვდით რომ შეცდომა დაუშვით? 6 თვეში. ძალიან მალევე მიხვდი. მე მეგონა რომ ნაციონალების კეთილსაქმეებს გააგრძელებდნენ და ცუდს მოედებოდნენ. ამათმა პირიქით ცუდი წამოწიეს. როგორ ხედავთ თქვენს მომავალს და როგორი გინდათ იყოს ის? მინდა რომ ჩემი საქართველო იყოს გაბწყინებული. პირველ რიგში. აი დღეს ყველაზე მძიმე დღე ჩემთვის, როცა ნიკა აყვანა მიმდინარეობდა ნიკაზე არ ნერულობდი მხალზე ვინც იქ იყო რომ არ დასახიჩდნენ, არ დაიხოცონ, თორემ ნიკა მთელი ცხოვრება თავის თავს ვერ აპატიებს თქო. და ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როცა ჩასვეს და გავიგე რომ მსხვერპლი არ არის. მე მიყვარს ჩემი საქართველო, მე მიყვარს იცით როგორ მიყვარს, აი თავსაც დავდებ ახლა აბსოლუტურად. არ მეშინია ამათ რომ ლანძღავ ახლა ყველა მეუბნება გაჩერდი. მე პატიოსნად მუშაობ. ნახონ თუ რამეს დამიშავებენ, იქაც ავიმაღლებ ხმას და არ გავჩერდები, მაგრამ როდესაც შვილს უკანონოდ მიპატიმრებენ და იარლიკებს აწებებენ, შეუძლებელია, მაგრამ ყოველთვის მამაჩემის ხმა ჩამესმის ყურში. არასოდეს ანზორ, როცა ბოროტებას გაგიკეთებენ, ბოროტებით არავის არ უპასუხოთ. სიკეთით უპასუხეთ და ღმერთი თვითონ იმას დასჯის. აი თქვენ ნახავთ და რამდენჯერ დავწუნდი მე ამ სიმართლეში რომ ისჯებიანის ხალხი და აი ნახეთ ნიკას დამსჯელები როგორ დაისჯებიან. ბატონო აზარ, მე მინდა ჯანმრთელობა, წარმატება გისურვოთ, ნიკა ძალიან მალე იყოს ჩვენთან და გითხრათ უღრმესი მადლობა რომ იყავით ჩემი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა.